Гамарджоба, здравствуйте. Сегодня мы находимся в Познане, и Мамука расскажет нам, поделится своим опытом работы водителем автобуса. გამარჯობათ, მოგესალმებით, ჩემო პარტნიორებო. მე ჩამოვედი 3 წლის უკან გაშოვაში და მომწვიეს ამ კარგმა ხალხმა. პოზნანში ავტობუსზე სამუშაო. ყველაფერი ისე იყო ნათქვამი, როგორც მითხრეს ამ ხალხმა. ერთ კვირაში დამასახლეს სახლში, სუფთა სახლი არის. ერთ კვირაში გამიმზადდეს ყველანაირი საბუთები, ერთ კვირაში მომიწესრიგეს ყველანაირი საბუთი. მეორე კვირას დავიწყე იქ ავტობუსზე მისვენება. სახლი არის უფასო, ხელფასი არის 6000 გროდიდან ზემოთ. ეს რაც შეეხება ამ პირველ საკითხებს. საბუთებთან დაკავშირებით არის ყველაფერი იდეალურად. ყველაფერი არის იდეალურად. არანაირი ტკბილი, არანაირი აფიორა არის патриосანი და ნამდვილად ის ხალხი, რომელიც აკეთებს თავის საერთს. Расскажите, как происходил процесс оформления, сколько вам заняло обучение маршрутов по времени, как вам жилье? სულ არის ავტობუსზე პოზნანში 15 ხაზი, რომელიც ჯგორმა უნდა ისწავლოს. ეს 15 ხაზი შევისწავლეთ მაქსიმუმ ერთ კვირაში. დადიხარ ნავიგაციით, თუ ხმარო კარგად ნავიგაციას, არანაირი პრობლემა არ არის, შეგიძლია შეისწავლო ეს 3-4 დღეში. სახლი კიდევ ვიტყვი, რომ სახლი არის სუფთა, გაწყრიალებული, ყველანაირად მოვლილი. Скажите еще несколько слов, как вам сотрудничество с координатором, помогает вам. ყველაფერს ვეხმარება ბატონი ანდრე. აქ არის შემოეჭა ეკება უფროსი ბატონი ვლადიმერი, რომელიც ყველანაირად მოგაქცევს ყურადღებას. არ იფიქროთ, რომ ვიღაცამ რაღაცა მოგაწყვეტს. არ არსებობს ეგეთი რამე. ეს გამიგიერეთ, რომ ყველაფერი არის ნამდვილი. და ამ ყველაფერს გაქცევთ ყურადღებას ბატონი ანდრე. აგრე შეგვერდით გას ძლად უფროსი, რომელიც ყველანაირად მოგაქცევთ ყურადღებას. არ იფიქროთ ერთ წუთში, რომ სადმე ქუჩაში გზაში სადმე მიგატოვა. И скажите, пожалуйста, Мамука, рекомендуете ли вы тут работу для тех людей, которые еще сомневаются, думают, приезжать или не приезжать? ნამდვილად მე გავეთანხმები მოეთის გოშინებაროს ფოტოებში ესე მესმოდა რომ ჩამოდით აი ესე გავაკეთებთ ისე იქნება ესე იქნება ნამდვილად აქ არის ისე როგორც გვერდებიან ყველანაირად ხარში გიდგანან არანაირი ტყუილი არ არსებობს აი ამ ხალხთან Матглова, спасибо большое вам. Дякую.